კითხვა ძახილით არ იქვამ შენ? თუ კაცია მძიმე ადამიანი, ამაზეც ხო არის კი, ხო, ანუ რატომ? იმიტომ რომ კითხვის ნიშანი ალბათ, იმიტომ რომ ესენი ან რისხებენ, გახსოვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ილიასეულის სიმძაფრით ამომხტარი ეს წინადადება, რომ ან რისხებდნენ ღმერთს. აი ლუარსაბი და დარეჯანი თავიანთი მხოლოდ. იმიტომ რომ არ იყვნენ ისინი როგორც ხატნი ღვთისა, ხო? ანუ ლუარსაბი პირიქით ანტითეზისია ადამიანის. თუ კი ადამიანი არის ღვთის ხატი, აი ასეთია ადამიანი. ხო? და ამიტომ ძმებს შორის ეს კარიკატურული ურთიერთობა, მაგრამ ომი პრინციპში, ხო, ისეთი ასევე რვა თუნდაც რომ ვერ გაყიდის მას, მაგრამ მართად კი ბატონო. ხო, რასაკვირველია. და სიკვდილის თემა, ანუ მოკლავს რაღაცნაირად ეს გაყიდვა არის ძმის, ხო, ანუ უნაყოფო ძმის, ვთქვათ, ამ ჯალაბობის დამკვიდრების შეუძლებლობა. ესე კაინიტური და ვთქვათ, აბელიანური თუ შეიძლება ასე თქვა, რაღაც მოდელებია, უბრალოდ აი თითქოს მინიატურულად მოწოდებული ილიასგან, მაგრამ ძალიან დრამატულად, ძალიან ფართო, ძალიან მასშტაბურად, ამიტომაც თაობები და თაობები ვკითხულობ და ვიდრე საქართველოს იქნება ამ ტექსტს წავიკითხავთ და ამ არქეტიპებით შევეცდებით. კი, უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ ეს ტექსტი იქნება გაუგებარი.